ამირად ვერ მოგერიბრე შვილო და გაგტიშეს დედა მკვლელო დავით დარასელია მკვლელო შუმკვდარი დედა გლდანის ციხის უფროს ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილო ცემაში ადანაშაულებს 52 წლის პატიმარი დავით გუჯეჯიანი ოჯახმა გუშინ დაკრძალა დედას შვილის გარდაცვალების შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან შეატყობინეს უთხრეს რომ მის გარდაცვლილ შვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლში წაესვენებინათ არი გაუყვანიათ პირდაპირ რეანიმაციაში შეუყვანიათ მივამეთში და მე დამირეკეს და მითხრეს რომ გადავიყვანეთ გამოკვლევებზე 4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ მთელი 1 საათი მოვედი დავტოვე ნორმალურად რა ხო და 6 რიცხვში საღამო ხანს მირეკავენ პენიტენციულიდან და მიეუბნებიან რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთო იმაშიო ვივა მედშიო რატო მეთქი რა ხდება მეთქი და მორიგი გამოკვლევებიო დავით გუჯეჯიანის დედა პიროლებთან ამბობს რომ ბოლოს შვილს გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე 4 თებერვალს ესაუბრა გუჯეჯიანმა დედას უთხრა რომ ჯანმრთელობას არ უჩიოდა 2 დღეში პენიტენციური სამსახურიდან ოჯახს აცნობეს რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გუჯეჯიანი კლინიკა ვივამედში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს მეორე დღეს კი გარდაიცვალა თურმე პირდაპირ რეანიმაციაში შეუყვანიათ გუშინ სულ შემთხვევით იყო ადამიანი ეკლესიაში მოსული იქ ვიყავიო დათო რომ მოიყვანესო პირდაპირ გათიშული მოუყვანიათ პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო თენისას 4 საათზე მირეკავენ გამომძიებელი ვარო იზიარებ თქვენ მწუხარებასო და იქ არისო თქვენი შვილი წაიყვანეთო მიცვალებულიო იმაში რა ქვია არა სამხარაულში ხო აი ესე მომატყვილეს მკვდარი გადაიყვანეს და თურმე გამოკვლევებზე წაიყვანეთ. ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივამედში. სასტიკი წამების, ცემის, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ხშირად ნაცნობ მდგომარეობაში იყო ჩემი მეუღლე იმის და მეუხედავად რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო ყოველთვის ვითხოვდი დახმარებას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატში ციცოდნენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დარწმუნებულია რომ გუჯეჯიანი ციხეში სცემეს რამაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კლინიკაში კი სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს ამის თქმის საფუძველს ოჯახს ეტლს მიჯაჭვული პატიმრის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები აძლევთ დავით გუჯეჯიანის მეუღლე პიროლებთან ამბობს რომ ეტლს მიჯაჭვული 52 წლის კაცს ციხის ბადრაგები ხშირად სჭიდნენ მიზეზი უსამართლო მოპყრობის მიმართ შეუგუებლობა იყო ისედაც მძიმე დიაგნოზის მქონე პატიმარს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სამარტო საგანში ამწყდებდნენ. თეკო მიგინეიშვილის თქმით გუჯეჯიანის მიმართ ბადრაგებს აგრესია განსაკუთრებით სასამართლო პროცესების შემდეგ გაუმწვავდათ. როდესაც პატიმარმა ბადრაგები ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე წამებაში საჯაროდ ამხილა. ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ციხის ბადრაგები არიან. იმიტომ რომ 2 დღეში სასამართლოს ხდომა ჰქონდა დავითს და თავის მოწესრიგება უნდოდა და სხვისი ნახმარი საპარსე შეუტანეს. ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ შეიძლება და იმის გამოც ეჩხუბათ და იმის გამოც ეცემათ სულ რატომ წავხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ ადექი გაიარე. თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია. პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ კლინიკა ვივამედში. კლინიკური ხელმძღვანელი პიროლებთან ამბობს, რომ დავით გუჯეჯიანი ვივამედში 7 თებერვალს იმდენად მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჩხაიძე უარყოფს, რომ პაციენტი ნაცემი იყო. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, პაციენტის ინტერესების დაცვის მოტივით, შეკითხვას ექიმი არ პასუხობს.
მოვიდა 13 რიცხვში, ეს 8 რიცხვში 13 საათზე და გარდაცვალება დაფიქსირებულია 9 რიცხვში 17 საათზე. გარეგანი დაზიანების ნიშნები სხეულის ზედაპირზე მას არ აღენიშნებოდა. კლინიკაში შემოსული მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე. რატომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა პატიმარი? პენტენციური სამსახური დუმს. პასუხისმგებელ უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებია. პენტენციური სამსახური მოითხოვს წერილობით მიმართვას და პაციენტის ოჯახის ნებართვის შემთხვევაში გაასაჯაროვებს ინფორმაციას მსჯავრდებულის სიკვდილის შესახებ.